ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. თბილისი კავკასიის რეგიონში პირველად EBRD-ის მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. ბრუნდება თუ არა საქართველოს საინვესტიციო რუკაზე, გადაჭარბებულია თუ არა ხელისუფლების მოლოდინი და რას მიიღებს ქვეყანა 17 მილიონის დახარჯვის სანაცვლოდ. კვირის მთავარი ეკონომიკური თემით პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თბილისის 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი სტუმრობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი უკვე გაიცნა. მთავრობამ ამ ღონისძიების მოსამზადებლად 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ინვესტიციებს მოუტანს და ლარს დაასტაბილურებს, თუმცა გუშინ ლარის კურსი კიდევ 2 პუნქტით გაუფასურდა. მთავრობის ეკონომიკური გუნდი დარწმუნებულია, რომ საშუალებადიან პერსპექტივაში ლარის კურსის დასტაბილურება მოხდება და პოზიტიური ტენდენცია უკვე ზაფხულის პერიოდში დაიწყება. ამასთან კრიტიკა ისმის ეროვნული ბანკის მისამართი, თუმცა გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ პრობლემის დაძლევაში გასაღები ეროვნულ ბანკში არ არის. რა ხდება სავალუტო ბაზარზე და რა შედეგი შეიძლება დასრულდეს საქართველოსთვის EBRD-ის მასშტაბური ღონისძიება. ჩვენი გადაცემის სტუმარია სტუდიაში ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე. გადაცემის მეორე ნაწილში ჩაგვერთვება პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი. თქვენც ასევე გადაცემის მეორე ნაწილში უკვე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 89 და დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ბატონო დემურ, გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისთვის. თავდაპირველად მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება EBRD-ის მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ დიდ მოლოდინს ამყარებს ამ ღონისძიებაზე, ამბობენ, რომ ეს არის ქვეყნისთვის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საუკეთესო საშუალება და რაც თავარია, საქართველოს საინვესტიციო რუკაზე ბრუნდება, ეს უკვე ბიზნესმენების შეფასება. ახლა გზაში გადაცემაზე რომ მოვდიოდი, თან ვისმენთ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრი უცხოელებს პირდება სამართლებრივ დაცვას და ასე შემდეგ და განსაკუთრებულ პირობებს. და ეს ყველაფერი არის ის ფრაზეოლოგია, რომლის საბოლოო შედეგი იქნება ნულოვანი, სრული პასუხისგებლობით გეუბნებით, იმიტომ რომ არ არსებობს ეკონომიკა, განვითარებული ქვეყნის, ცივილიზებული ქვეყნის ეკონომიკა, სადაც არსებობს განსაკუთრებული პირობები ინვესტორებისთვის და აბსოლუტურად არა, განსაკუთრებულზე არ არის კონკრეტულ შეთავაზებებზე საუბარი. გეტყვით და უფლებო, წაქცეული, მცირე საშუალო ბიზნესი, მონოპოლისტური ჯგუფების მხარდაჭერა მხოლოდ ასეთ გარემოში, სადაც მეურნეობრიობის პრინციპები არ არის მაღალი, სადაც კარგი არ არის ეს, სადაც ადამიანს არ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში იმუშაოს, ფული ხელმიუწვდომელია, პირობები ცუდია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გათვლა იმაზე, რომ აქ უცხოელები მოვლენ, მათ ექნებათ კარგი პირობები და ისინი ააყვევებენ ქვეყანას. არ არის ეს სწორი მესიჯი ეს არა მარტო სწორი არ არის, ეს არის მცდარი შეხედულება და დღეს რაც ქვეყანას ჭირს, ეს არის ხელისუფლების მცდარი შეხედულებების შედეგი. ეკონომიკა მუშაობს მაშინ, როდესაც ხელისუფლება ქმნის ძალიან კარგ პირობებს საკუთარი მოქალაქეების დამოუკიდებელი კერძო ეკონომიკური საქმიანობისთვის. თუ შენ ასეთ გარემოს ქმნი, ის ავტომატურად არის კარგი საინვესტიციო გარემო. არ არის საუბარი პრივილეგირებაზე, აქ არის კონკრეტულ შეთავაზებებზე, რომელიც სავარაუდოდ ქართულ ბიზნესმენებს უნდა კონკრეტულ შეთავაზებას მთავრობა ვერ გაუკეთებს გამორჩეულ უცხოელ ბიზნესმენებს, სანამ იგი არ მოაწყობს საკუთარ ეკონომიკას ისე, სადაც საქართველოს მოქალაქეები საქმიანობის თვალსაზრისით იგრძნობენ თავს. ამიტომ EBRD-ის ეს შეხვედრა უზარმაზარი, ეს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაცაზე, ესე იგი, დაუბრუნდებით, ეს არის სოციალისტურ ბოლშევიკური გადმონაშთი, რომელიც მიმართულება არის სოციალისტური ხო, მაგრამ ეს თავისი არის საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება და კავკასიის რეგიონში თბილისში ტარდება პირველად და აირჩიეს საქართველოს. თუ რაღაც კონკრეტული მიზანი არ ქონდა ამას, რატომ საქართველო და არა კონკრეტული მიზანი როგორ შეიძლება იყოს აქ ჩვენ რაიმეზე გავთვალოთ, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, ესე იგი შესთავაზა, რომ რაღაც საბჭო უნდა შეიქმნას, სადაც ჩინოვნიკები დაჯდებიან და მოიფიქრებენ, როგორ გახადონ საქართველოს ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის.
ეს ლაპარაკი, ეს უსაგნო, უაზრო ლაპარაკი მე მესმის 25 წელია შედეგი რაც აგვაქვს, კარგად ხედავთ, ეს არ არის გზა. გზა არის შექმნა პირობები საკუთარ ქვეყანაში კერძო თავისუფალი დამოუკიდებელი ლეგალური საქმიანობა. მაგრამ ეს ინსტიტუტები, ფინანსური ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ინვესტიციების მოზიდვას ეს მასშტაბური ღონისძიება ხელს არ შეუწყობს. ეს მასშტაბური ღონისძიება არანაირ ხელს არ შეუწყობს ინვესტიციებს იმ უბრალო რამის გამო, რომ ინვესტორებმა შესანიშნავად იციან საქართველოში არსებული მდგომარეობა, ისინი აკვირდებიან მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, მათ ყავთ შესანიშნავი ანალიტიკური ჯგუფები და მე ვერ ვნახე საკმაოდ გავლენიან უცხოურ ჯგუფებთან მქონია შეხვედრა, ვერ ვნახე ერთი ადამიანი, რომელსაც რაიმე საქართველოზე თემა ჰქონდეს და რა რიცოდეს როგორია სიტუაცია. ამიტომ საუბარი კი არ არის ამისათვის საჭირო, ამისათვის საჭიროა გარემო შექმნა. ამას სჭირდება ეკონომიკური ზრდა, ამას სჭირდება ეკონომიკური აქტივობა, შენი მოქალაქეების, ამას სჭირდება საკუთარი ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების ჩაბმა განვითარებაში. მერე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა საქართველოს ხელისუფლება მუშაობს წარმატებულად და ის მადლობას უხდის მაგალითად ფინანსთა მინისტრს. იბიარდის პრეზიდენტმა სისულელეც გვითხრა ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირველი ბანკირია და მიულოცა და შესანიშნავი ფულად საკრედიტო პოლიცია. ეს არის კიდე გეუბნებით, ეს არის სტუმრის პოლიტიკური განცხადება, რომელსაც რეალობასთან არაფერი კავშირი აქვს. 17 მილიონი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების და დიპლომატიური განცხადებებისთვის დახარჯა მთავრობა? ეს არის ღონისძიება, რომელიც რა არის, იცით, მე მაგონებს ლითურგიას, ოღონდ პოლიტიკაში. ამიტომ ესე იგი, რა თქმა უნდა, ლითურგიაც ისეთი რამ არის, რომელიც საჭიროა, მაგრამ ეს ამის უკან თუ ეკლესიას ეს ყველაფერი აწყობილი აქვს უკვე საუკუნეების სხვა დონეზე, საქართველოს ხელისუფლებამ ლითურგიის, პოლიტიკური ლითურგიის მიღმა ჯერჯერობით ვერ ისწავლა რეალური საქმის კეთება. კიდე გეუბნებით პასუხს ვაგებ მე დემურ გიორხელიძე. ამ უაზრო ღონისძიებით, იმიტომ რომ საშინლად ცუდი მდგომარეობა ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით საქართველოში, აქ არის მონოპოლისტური სტრუქტურები, აქ არის ხელისუფლება, რომელიც განაგებს ეკონომიკას, აქ არის მკვდარი და განადგურების პირას მისული მცირე და საშუალო ბიზნესი, აქ არის ფინანსური ინფრასტრუქტურა, სადაც ბანდიტი, კომერციული ბანკები დომინირებენ 90% ფინანსური ინსტიტუტები. ხო, მაგრამ კომერციული ბანკები ეს არ არის კომერციული ბანკების ბრალი, ეს არის ბრალი ხელისუფლებისა, რომელიც სწორ რეგულაციებს აკეთებს. ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოეხმაურა ლარის კურსის გაუფასურებას, მან თქვა, რომ პრობლემის დაძლევის გასაღები ეროვნულ ბანკში უკვე აღარ არის. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ გიორგი ხადაგიძის განცხადება და შემდგომ ვისაუბროთ ამ თემაზე. მაშინ, როდესაც ქვეყანაში შემოდის ნაკლები უცხოური ვალუტის შემოდინება, პრობლემის გადაწყვეტის გასაღების ძიება ეროვნულ ბანკში და მონეტარულ ინსტრუმენტებში არის ილუზია. ეს გავს მცდელობას ავაშენოთ სახლის მეორე სართული საძირკველიდან გამოღებული აგურით. ეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა არაერთხელ დადასტურებულა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში. ესო შესაძლებელი იყოს ასე უმტკივნეულად მხოლოდ მონეტარული ინსტრუმენტებით ამ პრობლემის მოგვარება. მსოფლიო გააკეთებდა ამას და საერთოდ არ იქნებოდა გაუფასურება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები არის ამოწურული და საშუალოა ამ პერსპექტივაში ჩვენ არ ველოდებით კურსის გაუფასურებას სხვა თანაბარ პირობებში. მოდით ასე ვთქვათ, პირველ ნაწილში აბსოლუტურად მართალია, დღევანდელ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ის ფუნდამენტალური პრობლემები მონეტარული პოლიტიკის ფარგლებში არ გადაწყდება, თუმცა მეორე ნაწილში ის მართალი არ არის, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში, როგორც ბატონი ხადაგიძე ამბობს, ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც არის ერთი, აქედან ნაწილს ანუ ფულად საკრედიტო პოლიტიკას, ანუ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული ბანკი და ფისკალურ პოლიტიკას, ანუ საგადასახადო, საშემოსავლო და
ასეა, მაგრამ ეს არ არის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, იმიტომ მივედით ამ უბედურებამდე. ორი წელია წელწად ნახევარია უბრალოდ ბატონი ქადაგიძის პოლიტიკა აბსოლუტურად არ ჯდებოდა არანაირ ნორმებში და იგი არ ემსახურებოდა მთავარს, რომელიც ჭირდებოდა ქვეყნის ეკონომიკას. ეს არის ქვეყანაში მთავარი არა ინფლაციის მაჩვენებელი, არამედ ქვეყანაში არავითარ შემთხვევაში კიდე გეუბნებით, იმიტოა კარგად საქმე. საქართველოში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები. მაკროეკონომიკური პოლიტიკა ხელისუფლებისა სწორედ ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული. აქ როგორ უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა, რომ ინფლაცია არ იყოს მაჩვენებელზე, უბრალოდ დაგეგმილ მაჩვენებელზე, ძალიან კარგად არის ცნობილი. ამიტომ როცა არ არსებობს პოლიტიკა, მაშინ არსებობს ცალკე ეროვნული ბანკის მოქმედება, ცალკე მთავრობის მოქმედება. ბატონო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გარკვეულწილად ექსპერტებს გადანაშაულებთ იმაში, ექსპერტებს ადანაშაულებს იმაში, რომ ეს ლარის კურსის, ასე ვთქვათ, ცვლილება ხდება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ფინანსთა მინისტრის კომენტარი ამ თემაზე, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გააკეთა ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში. მე მინდა ვთხოვო ყველა ექსპერტს, რომ თავი შეიკავონ აბსოლუტურად არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისაგან. პრობლემა, რომელიც არის და არის ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც გამოწვეულია გარეშ შოკებით. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა უახლოეს პერიოდში მოხდეს დასტაბილურება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არათუ დასტაბილურდება, არამედ კურსმა უკან უნდა დაიწიოს. იმის და მიხედვით დავუშვათ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა გაცვლით კურსზე ზეგავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორებიც. რას უპასუხებდით? მე ექსპერტი არ გახლავართ, ამიტომ არ ვაპირებ ნოდარ ხადურის ნათქვამი ჩემზე მივიღო. რაც შეეხება მის ნათქვამს, უბრალოდ არასერიოზული ნათქვამია. ძალიან კარგად ვიცნობ ნოდარ ფსიქოლოგიური ფაქტორი არ მოქმედებს. ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებს, სპეკულაციური ფაქტორიც მოქმედებს და ეს ბუნებრივია, იმიტომ გავლენიანი ჯგუფები არაფრისგან ძალიან დიდ ფულს გამოიმუშავენ და დააკვირდით საქართველოს კომერციულ ბანკებს, ჰაერიდან რამხელა ფულს აკეთებენ უარგისი ეროვნული ბანკის საქმიანობით და მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად. ამიტომ ეს ბანკების ბრალი არ არის, ხაზოსვა მე საბაზრო ეკონომიკაა და ამიტომ სისუსტეებზე ყველა კომერციული სტრუქტურა იმუშავებს. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის, არსებობს სპეკულაციური ფაქტორი და ხელშეწყობილია ეს ხელისუფლების მიერ სპეკულაციური ფაქტორი. ამ განცხადებებით ჩვენ მივდივართ ერთ დასკვნამდე. საქართველოს მთავრობა აზრზე არ არის, რა ხდება რეალურად და მასი ეს სიყრუე, ანუ არანაირი ინფორმაციის მიღების უნარი არ გააჩნია, არანაირი გადამუშავება ინფორმაციის არ შეუძლია, აიკვიატებენ სისულელეს, რომ ეს არის გარეშოკების ბრალი, არაფერში თავს არ თვლიან დამნაშავედ, ყველაფერი არის შესანიშნავი, კიდე გეუბნებით, უარესად იქნება საქმე. მე 4-5 დღის უკან რეზონანსში იყო ჩემი ინტერვიუ, მე თქვი პირდაპირ და გავიმეორებ ახლა. დღეს პოლიტიკური კრიზისი არ არის, მაგრამ ასეთი საქმიანობის ლოგიკური შედეგი იქნება, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში შევა. გადაცემის მეორე ნაწილში გავაგრძელებთ ჩვენ ამ თემაზე საუბარს, ახლა გადაცემაში რეკლამის დროა, დაგვაოდეთ. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიკსში. ჩვენ ისე პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ, რომ ეთერში გადაცემა ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე და ასევე EBRD-ის მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. ახლა სატელეფონო ხაზია პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობ გადაცემაში. უკვე არაერთი ითქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც თბილისი მასპინძლობს და ითქვა ისიც, რომ ბრუნდება საქართველოს საინვესტიციო რუკაზე. გადაჭარბებულია თუ არა თქვენი აზრით ხელისუფლების მოლოდინი და რას უნდა ველოდოთ ამ ფორუმის დასრულების შემდეგ? აბსოლუტურად არ არის გადაჭარბებული, უფრო მეცაც ვიტყოდი, რომ ბუნებრივია ჩვენ კიდევ უფრო მეტად აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს ღონისძიება, ჯერ კიდევ დღე ნახევარია დარჩენილი. წინ არის მასპინძელი ქვეყნის პრეზენტაცია, ანუ საქართველოს პრეზენტაციები, ასე რომ დღეს განსაკუთრებული დღეა ფორუმიდან გამომდინარე საქართველოსთვის, ასე რომ თავადის ფაქტი ყველაფერს თავი გავანებოთ, რომ EBRD-მ აირჩია საქართველოს
მისი ყოველწლიური შეხვედრის ქვეყნად არის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ინვესტორებისთვის, იმიტომ რომ EBRD ბუნებრივად ყველგან არ ატარებს ღონისძიებებს და ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება ქვეყნებს, სადაც ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს. ანუ ეს არის უკვე ინვესტორებისთვის მთავარი მესიჯი, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც უმაღლესი რანგის ღონისძიებები იმართება და საინვესტიციო გარემოს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს ერთი ძირითადი მიმართულება, ხოლო დიახ. გესმით ჩვენი ხმა? ბატონო გიორგი, გესმით ჩვენი ხმა? ბოდის გიხდით ტექნიკური ხარვეზისთვის ჩვენ ამ ჩართვას ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ბატონო დემურ, მანამდე მე თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ის, რაც თქვა ბატონმა გიორგიმ, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველი გახლავთ. ბატონი გიორგი, ცუდი არაფერი არ თქვა, ეს არის თავისთავად ცხადია იმ შეხედულების გაგრძელება, რომელსაც ოფიციალური პირი უნდა ამბობდეს, დიახ, ცუდი რატომ არის ეს ღონისძიება, მაგრამ არა, თქვენ თქვით, რომ არაფერს არ მოუტანს ქვეყანასო. ცუდი ღონისძიება არ არის, მაგრამ არაფერს არ მოიტანს, თორე არცად გამქცევი მე ამ ქვეყნიდან არა ვარ, თუმცა გასაქცევიც მაქვს და თავშესაფარიც ისეთი, რომელიც უახლოესი 30 წელი არაფერზე არ მაფიქრებს, მაგრამ არცად არ მივდივარ, აქ ვარ და ვცდილობ რაღაც გამოვიდეს ამ ქვეყანაში. არაფერი არ გამოვა აქედან, აგერა ვარ მე, აგერა ხარ თქვენ. ბატონო გიორგი, გესმით ჩვენი ხმა? მესმის ახამაც. ანუ თქვენ ალბათ მოისმინეთ ბატონმა დემურმა ბრძანმა, რომ არაფერი არ გამოვა ამ ღონისძიებიდანო. ანუ ის მოლოდინი რაც აქვს ხელისუფლებას, თulis რომ არის გადაჭარბებული. და ოფიციალურად შეფასდა დაკავშირებით მომდრივე ხმთავარი დეტალი არის სწორედ ის, რომ ამ შემთხვევაში მაქსიმალურად მოხდეს ჩვენება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით. კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ჩანს ბიზნესმენთა ესეთი პროექტების შესახებ მოლაპარაკებები. თავარი თუ ჩვენ შედეგზე და რეზულტატზე ვსაუბრობთ, არის სწორედ ის. დიახ. გისმენთ? სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზია, ბოდიშს გიხდით, მე განვაგრძობ საუბარს ჩვენ სტუმართან. ბატონო დემურ, ანუ თქვენ ისევ თქვენი მოსაზრებას არ იცვლით და მე უბრალოდ მარტივად ავხსნი მსმენელმაც რომ გაიგოს. მე არ მაინტერესებს მთავრობის მეთაურის აზრი, მე მაინტერესებს თუ შენ აკეთებ ავტომობილს, სიტყვაზე მაგალითს გეუბნებით. გერმანელი ხარ, ქართველი ხარ, მაგარი, რომელიც ძალიან საოცარ ქვეყანაში ცხოვრობ, რუსი ხარ, ამერიკელი ხარ, მანქანა რომ მიმოძრაოს, პრინციპი აქვს აბსოლუტურად ერთი. აქედან გამომდინარე, თუ შენ გინდა ეკონომიკა მოძრაობდეს, მუშაობდეს, შენ უნდა აგოს ზუსტად ისეთ პრინციპებზე, როგორც არის ეს ამერიკაში, ევროპაში, აზიაში. რადგან შენი განცხადებები, მე ვიცი, ეკონომიკა მე მგონი ძალიან ღრმად, იმიტომ რომ თავისუფლება მივეცი, წავიკითხო ლექციები, რომელიც საქართველოში არასდროს არ წაკითხულა და თითქმის არ იცის უდიდესმა უმრავლესობამ ეკონომისტებისა, ეს არის უმაღლესი მაკროეკონომიკა, არსად არის სწავლება, მე ვკითხულობ იმ კურსს, რომელიც იკითხება ჰარვარდში, პრინსტონში, იელში, ზუსტად ერთ-ერთზე. მე ვერსად ვნახე იმ მაკროეკონომიკურ მეცნიერებაში, თუ გნებავთ პრაქტიკულ საქმეებში, რომ არსებობს ორი ეკონომიკა უცხოელებისთვის ერთი და მეორე შენი ქვეყნისთვის, რომელიც მეორე ხარისხოვანია. და რატომ ამბობთ, რომ უცხოელებისთვის არსებობს სხვა ეკონომიკა? კიდე გეუბნებით, არ არსებობს ეკონომიკა არის ერთი, უნდა აგო ერთი ეკონომიკა. ამბობთ, რომ საქართველოში არსებობს. საქართველოში არ არსებობს საბაზრო ეკონომიკა, ამიტომ იგი არ იქნება მიმზიდველი. აქ არ არსებობს საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტალური ინსტიტუტები. აქ არ არსებობს თამაშის წესები, აქ არ არსებობს კონკურენცია, აქ არ არსებობს გაკოტრება, აქ არ არსებობს საკუთრების უფლებების თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვა. საბაზრო ეკონომიკა ეს არის არაეფექტური ადამიანების გასვლა თამაშიდან და ახალი ეფექტური მფლობელების გაჩენა იმ სიმდიდრეებზე და იმ ქონებებზე, რომელიც არაეფექტურს აქვს. ანუ ეს ყველაფერი ეხლა დაიწყო თუ ამას ჰქონდა საფუძველი? ეს ყველაფერი დაიწყო 25 წლის უკან და ჩვენ 25 წლის განმავლობაში ვართ ერთ ჭაობში, რომელსაც თუმცა თქვენ ასე არ საუბრობთ, აი 2 წლის წინ, მაშინ როდესაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. 2 წლის წინ მე ვიყავი ჯგუფის ხელმძღვანელი
ხელმძღვანელი, რომელმაც გააკეთა კონცეფცია თუ ამ ჭაობიდან როგორ უნდა ამოვსულიყავით. ამიტომ მე საუბრობდი ჩემი შეხედულების ფარგლებში, რომ გაკეთება შეიძლება დღესაც გეუბნებით. საქართველოში 2-3 წელი ჭირდება, რომ აბსოლუტურად სიტუაცია შეცვალო და ეს ყველაფერი განვითარების გზაზე გადაიყვანო. ცხადია, შედეგებს დრო უნდა, მაგრამ ადამიანი თავის თავზე იგრძნობს. 2 წელიწად-ნახევარი გავიდა და არც ერთი სამუშაო ადგილი არ შექმნილა. 800 მილიონი ლარი გადაიყარა სოფლის მეურნეობის უაზრო პროგრამებში, რომელიც წავიდა არა სოფლის მეურნეობაში, არამედ წავიდა ბანკების ანგარიშებზე, ხო? ესე იგი, იმიტომ რომ განხორციელების მექანიზმი არის და ასე შემდეგ. ამიტომ კიდე გეუბნებით, გვინდა ინვესტორები, ინვესტორი უნდა მოიწვიოს არა მთავრობამ, არამედ კერძო სუბიექტმა საქართველოს. ხო, მაგრამ მთავრობაც ხომ უნდა დაეხმაროს რაღაცა გარემოთი საინვესტიციო გარემო შექმნას კანონებით და თამაშის წესებით და თავის ადგილზე და თავისი საქმე აკეთოს. რა მისი საქმეა? კაცი ჩამოდის უცხოელი და მთავრობასთან შემახვედრე თუ ამბობს. სადმე ამერიკაში ინვესტორი რო შედის, ობამას ხვდება, თუ მაკეინს ხვდება, თუ ვის ხვდება, დამიჭირეთ ხარ ის ამერიკა. ის ამერიკა, მაშინ მე გეუბნებით, მანქანა ამერიკაშიც და საქართველოშიც ერთნაირად უნდა აიგოს. ანუ შეიძლება იყოს დიზაინში სხვაობა, მაგრამ პრინციპები ამერიკულ ეკონომიკას და ქართულს უნდა კონდეს. ქართული ეკონომიკა განადგურების პირასაა. მე მინდა ისევ გიორგი ხადაგეთის განცხადებას დავუბრუნდე. მან თქვა, რომ გამოსავალი ეგრეთ წოდებულ მეორე თაობის რეფორმებში და არა პოპულარულ რთულ გადაწყვეტილებებშია. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თქვა, რომ პარლამენტში ისაუბრებს. თქვენი აზრით, რა არის ეს არაპოპულარული რთული გადაწყვეტილებები? რთული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს ის, თქვათ, სოციალური პროექტები და ის თქვათ განცხადებები, რომელიც უკავშირდება ძალიან ღარიბ ქვეყანაში ზედმეტ ამბიციას ხელისუფლებისა, რომ ის შეიძლება იყოს პატერნალისტური სახელმწიფო, ანუ მამამარჩენალი სახელმწიფო. ამ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი არ უნდა გქონდეს, მაგრამ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი უნდა გქონდეს, მაგრამ სოციალური პროგრამები ძალიან ღარიბი და ნაკლებ უზრუნველყოფილ ადამიანებზე ადრესირებულად უნდა მიდიოდეს და არა ეს სოციალისტური საყოველთაო დაზღვევები და რომლებიც ჯამში არ ეთანხმებით ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევას იმ პროგრამებს, რომელიც პერსპექტივაში არის სრულად უპერსპექტივო და საქართველოს არ გააჩნია ის რესურსი. ხო, მაგრამ ამან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ბევრი ადამიანს ჩვენ გაჭირვებულ ღარიბი ქვეყანა გვაქვს და ბიუჯეტიდან ინდივიდუალურად ყველა გაჭირვებულ ადამიანს უნდა მიუვიდეს დახმარება. ეს ერთია, ეს არის სწორი პოლიტიკა და არა ის პოლიტიკა, რომელიც დღეს მთავრობა სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით ატარებს. ამიტომ რეფორმებს რაც შეეხება, ამაშიც მართალია ხადაგიძე, რეფორმები არ არის დღეს ქვეყანაში, არ არის ინსტიტუციონალური რეფორმები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ არის ის რეფორმები, რომელიც საბაზრო ინსტიტუტებს. ფოტოშორის ბატონო, პირველად მესმის, რომ თქვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებებს სასწრაფოდ დაამართლებთ, რომ პიროვნული არაფერი, მე როცა სწორად ამბობს ის, მაშინ სწორია, ის რეფორმებია საჭირო და მაგრამ ხადაგიძე რაში არ არის მართალი იცი, წელიწადნახევარი და პატარა ბავშვი დრო ათამაშებდა მთავრობას და იმ კურსს ატარებდა, რომელიც მან გაატარა. ეხლა უკვე გადაბრუნებულია ურემი უკვე, ეხლა უკვე მონეტარ აბსოლუტურად სწორია ხადაგიძე, მონეტარული პოლიტიკით, სავალუტო რეზერვების გაყიდვით ამას ვერ ჩააქრობ, იმიტომ რომ გაცილებით ღრმა შიდა პრობლემებით რაში არ არის მთავრობა სწორი საგარეო ფაქტორები გაუარესდა, მაგრამ საგარეო ფაქტორების გაუარესებაზე ადრე საქართველოში გაცილებით ცუდი შიდა ფუნდამენტალური პრობლემებია. ეს პრობლემები დევს ქართულ ეკონომიკაში, ქართულ ინსტიტუციონალურ გარემოში, ქართულ სამართალში და შეხედულებათა სისტემაში, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. ეს შეხედულებათა სისტემა არის მცდარი და ამ მცდარი შეხედულებების ფარგლებში არაფერი არ გამოვა. კიდე გეუბნებით, რეპრესირებულიც რომ ვიყო და მარტო რომ დავრჩე, მე მაინც გეტყვით ამას, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლე მაინც იქნება ჩემ მხარეს, იმიტომ რომ არაფერ სუბიექტურს და ვინმე საწინა
წინააღმდეგოთ არ ვამბობ. ასეთია რეალობა. მე მქონდა ბედნიერება. თქვენ ეთახმებით თუ არა პარლამენტში გაჩნდა იდეა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას იმისათვის, რომ სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესები პარლამენტმა თავისი უპასუხისმგებლო საქმიანობით 2 წლის განმავლობაში ფაქტიურად მთავრობას და ეროვნულ ბანკს არ მოთხოვა პერიოდული ანგარიშები, არ გამოიძახა ყალბი გუნდურობის გაგებით. თავრობის წევრებს ხო არ გავაცდენდო. გაფუჭდა საქმე, ეხლა ცდილობს პარლამენტი რაღაც გააკეთოს, საგამოძიებო კომისია დღეს არა მარტო დაგვიანებულია, მე ვერ ვხედავ მის საჭიროებას, რატომ იცით? დღეს მთავარია მაკროეკონომიკური პოლიტიკა იყოს ეროვნული ბანკის და მთავრობის და გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. რომ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, მერე შეიძლება საგამოძიებო კომისიამ ჩაერთო რატომ მოხდა ასეთი თქვენ კარგად გაქვთ წარმოდგენილი ზარალი რომელიც საქართველოს მოსახლეობამ განიცადა საშინელი ზარალი საკუთარ თავზე თუ ავიღებთ და გადავაგრალებთ შემდეგ შეიძლება ჩავარდა მცირე საშუალო ბიზნესი ბატონ გიორგისევ ხაზი და ამ ფონზე რას ვხედავთ ჩვენ იგივე ბატონი ხადური ამბობს, რომ ეხლა მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას და სახელმწიფო შესყიდვები ამ ბობოლა წინა ხელისუფლების მიერ შექმნილმა ჯგუფებმა, იმპორტიორებმა, რომლებსაც სახელმწიფოსთვის ყიდულობენ რაღაცებს, კურსის გამო პრობლემები შეექმნათ. რომ შეექმნათ, თურმე სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაუსწორონ ეს დანაკლისი. ეს ჯერჯერობით იდეა და არის გადაწყვეტილება მიღებული. ბატონ გიორგი, გესმით ჩვენი ხმა? იმედია ეხა გავიგებთ თქვენს ხმას, ანუ მე მინდა ისევ იმ თემას დავუბრუნდე იბერდის მასშტაბურ ღონისძიებას და თქვენს მოლოდინებს. ზუსტად გავწყვეტე რომ რამოდენიმეჯერ სამწუხაროდ გაწყდა საუბარი. ძირითადი თემა რაც არის, თორსა ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ შედეგებზე, კონკრეტულ რეზულტატზე, ეს არის სწორედ ის თუ რამე მოხდება ბიზნესმენების შორის კომუნიკაცია არა მხოლოდ ის თუ ის რომ ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდება, საკუთრ რამე კონკრეტული პროექტებისაც განხორციელდეს. მე რამეებსაც ხედავ ყოველთვის მიმდინარე ის სინადრის ნაცნობრივ განმავლობაში არის ძალიან კონკრეტული, ძალიან საინტერესო იდეები, ძალიან საინტერესო მხრივი ურთიერთობები, რაც თავისთავად მე მაფიქრებინებს იმას, რომ ეს ღონისძიება იქნება ძალიან შედეგი. ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. სახელმწიფოს არჩეულ დამსხმევაში არის სწორედ ის, რომ შექმნა მსგავს ტიპის გარემო, როცა იბერს უნდა საქართველოში ჩატარება მის შემოგვიმებელი შეხვედრის, ის რომ ბიზნესმენები არიან ძალიან ფართო წარმოდგენილები, ის რომ ქართული ბიზნესმენები არიან ძალიან დაინტერესებული ამ ღონისძიებით, ან სახელმწიფო მისცა შესაძლებლობა ყველა მხარეს. უნებრივია ხელშეწყობას რეალიზებად. ალბათ ამას მომავალი გვიჩვენებს, აქვე აუცილებლად უნდა გკითხოთ ლარის კურსთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედებს ამყარებდა საქართველოს ხელისუფლება იმაზე, რომ შესაძლოა ესეთი მასშტაბური ღონისძიება გაიმართებოდა, ეს გარკვეულწილად ლარის დასტაბილურებას მოკლევადიან პერსპექტივაში შეუქმნიდა გარკვეულ დადებით შედეგს მოიტანა, თუმცა მივიღეთ საწინააღმდეგო შედეგი 2 პუნქტით გაუფასურდა ლარი და დღეს ეროვნული ბანკის ვერც ერთი ცალკეული ღონისძიება ბუნებრივია, ვერც ერთი ცალკეული ღონისძიება ეს ვერანაირ ეფექტს ვერ მოახდენს. ახლა ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში საუბარი იმაზე, რომ კურსი ამ ღონისძიების გამო ღონისძიების შუა წელში ასე ვთქვათ, ან გამყარდება, ან გაუფასურდება. ახლა ჩემი მხრიდან ვერ მიცემ თავისუფლებას. მე გიორგი ხალდაგიძის განცხადების კომენტირება გთხოვოთ, რომ აცხადებს, რომ პრობლემის დაძლევის გასაღები უკვე ეროვნულ ბანკში არ არის და გამოსავალი არის ეგრეთ წოდებული მეორე თაობის რეფორმებში და არაპოპულარულ რთულ გადაწყვეტილებებში, რაზეც ის ისაუბრებს პარლამენტში. თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. პრობლემის დაძლევის გასაღები არის სწორი ანალიზი არსებული სიტუაციის, პრობლემის დაძლევის ანალიზი გასაღები არის სწორედ ის, რომ უფრო მჭიდროდ ჩამოყალიბებული ერთიანი ტიპის მესიჯები არსებობდეს როგორც ხელისუფლების ეროვნული ბანკის მხრიდან, ბუნებრივია ცალსახად ახლა ის, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკი შეძლებს არსებული ვითარების გამოსწორებას, ეს არ არის სწორი შეფასება სიტუაციის, თუმცა ბუნებრივია სხვადასხვა ტიპის მოსაზრებები შეიძლება აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობდეს. ამიტომ უპირატესად საჭიროა სიტუაციის სწორი ანალიზი, ის რადგან იგივე ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან არაერთხელ გაგახსნა, საჭიროა უფრო მკაფიო გეგმა იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებთ და ამაზე ჩვენი მხრიდან პოლიციები. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა დღეს, რომ უბრალოდ გუშინ რომ ის რეფინანსირების განაკვეთს გაზრდიდა ეროვნული ბანკის პრემიერ. კიდევ ერთხელ მეუბნებ, ცალკეული ტიპის მოსაზრებები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით შესაძლოა თავისთავად ცხადი არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ მეუბნებ, ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის საკითხის კომპლექსური მიდგომა და ამ კომპლექსურ მიდგომაში ერთიანი ჩართულობა მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის ერთიანი პოზიციების დაფიქსირება რამდენად შესაძლებელია. ეს
უნდა იყოს აუცილებლად შესაძლებელი. ანუ ერთად მუშაობა და არაცალკე განცხადებების კეთება ამას გულისხმობ. განსხვავებული, ბუნებრივად განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება არ რომ სწორი გზა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვა და არის საუკეთესო ვითარებიდან გამოსასვლელად. ძალიან დიდი მადლობა გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მრჩეველი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი აღნიშნა რომ კოორდინირებული მოქმედება ამაზე ძალიან ხშირად საუბრობენ რომ ისინი ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით და კონსტიტუციით მაკროეკონომიკური პოლიტიკა ერთი კონდეთ და შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ეს მათი ნება არ არის. ისინი ვალდებული არიან და სამწუხაროდ ამას არ აკეთებენ. თუმცა ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მისამართი მთავრობის მხრიდან ყოველ შემთხვევაში არის მოდა კრიტიკა, მხოლოდ გუშინ თქვა გიორგი კვერიკაშვილმა, რომ ის რეფინანსირების განაკვეთს გაზრდა. თუმცა ამ შემთხვევაში არჩევანი ცუცსა და უარეს შორის უნდა გააკეთდეს, იმიტომ რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მე ხსვენელიცის ვაკეთებ განმარტებას ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა შენელდება. მოდით ასე ვთქვათ, რაც ნიშნავს რეფინანსირების პროცენტის გაზრდა. ანუ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან ისესხებენ უფრო მაღალი პროცენტით უკაცრავად ჩემ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იგივეა, მაგი. ესე იგი, მეტ პროცენტს გადაუხდიან ფულში, მაგრამ ისაც ლარშია გაღებული კრედიტი იმას გაუწევდება. საქმე რა შეიციდე? კომერციული ბანკები ისედაც უზარმაზარ მარჟას იღებენ, იმიტომ რომ 4% იყო განაკვეთი, 4.5 გახდა. კარგი, ახლა ბატონ გიორგი კვირიკაშვილიც თუ დაუჯერებთ 5% იყოს, 6% იყოს. რა, მერე 12, 13 და 15%-ად ცემენ კომერციული ბანკები კრედიტებს, ხო? ამიტომ ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა პირიქით ეკონომიკაში. კრედიტები ისედაც არ მიდის გარდა ლობირებული ჯგუფებისა და არ წავიდოდა. საქმე რა შეიძლება დასავლეთში რატო აქვს და შეერთებულ შტატებში ამას მნიშვნელობა? იქ რეფინანსირების განაკვეთსა და კომერციულ განაკვეთს შორის ხობა არის ძალიან მცირე. 1.5-2% შეიძლება იყოს დამატებული, ხო და აქ ყველანაირი მოშლილი ეს რეგულაციების ბრალი, ეს ეროვნული ბანკის ბრალია. ჩვენ რეგულაციების სისუსტის გამო და მსახურად გადაქცევის გამო შეიძლება უსაყვედუროთ ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისა, თორე სხვა მხრივ ისეთი კატასტროფული მას არაფერი გაუკეთებია. იგი ემსახურებოდა ლარის კურსსაც ათამაშებდა ისე როგორც სამი კომერციული ბანკი უკეთავდა, იმიტომ რომ დახურული სფეროა ეს. ჩვენ არ ვიცით ბლუმბერგზე ვაჭრობის წესები, ჩვენ არ ვიცით კონტრაქტი რა პირობებშია, რატოა 3 მილიონი ყოველდღიური ვაჭრობის ნორმა, სადა აქამდენი ქვეყანას რომ ასეთი ვაჭრობები იყოს, არ ხდება ეს ასე ხო? ამიტომ უამრავი თეთრი ლაქა და ასე შემდეგ. ცოტა დრო გრჩება გადაცემის დასრულებამდე. თქვენი პროგნოზი მე ხვდები რომ მთლად კარგი არ უნდა იყოს. მე ველოდები ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებული იქნება საქმესთან. რა შეიცვლება საქართველოს ეკონომიკაში. გაიცანით ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა უკვე ვებგვერდზეა დადებული 240 გვერდიანი და რითაც უნდა წარდგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში. არა, როდესაც განხილვა იქნება, იმის წინ მზად ვიქნები იმისათვის, რომ წავიკითხო და მქონდეს საკითხული სრულად, უბრალოდ არ მქონდა ამის საშუალება. მომავალ კვირას პარლამენტი გეგმავს მოусმინოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ასევე ფინანსთა მინისტრს, თუმცა ის იქნება თუ არა გამოსავალი. ეს რა არის, საპარლამენტო მოსმენა პარლამენტი საკუთარ თავს უფრო მეტად როცემდეს და კონსტიტუციით აღებულ და დავალებულ ვალდებულებებს ასრულებდეს, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სიტუაციაში მე არ მიმაჩნია სწორად მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთმანეთთან დაპირისპირება და კინკლაობა და ბრალდებები. ეხლა ვერავინ ვერ მოიფიქრებს იმაზე მეც, ვიდრე სწორი მოქმედებების განხორციელება და ეს სალხრივად არ კეთდება. მე არ მომწონს ის, რასაც ეროვნული ბანკი თითქოს დამოუკიდებელი იყოს პოლიტიკაში, ვერ ახარ პოლიტიკაში, შენ დამოუკიდებელი ხარ შეთანხმებულ პოლიტიკაში შენი ნაწილის განხორციელებისას და როცა ეს შეთანხმებული ნაწილი არ არის, დამაში დამნაშავე არა მთავრობა, არამედ პარლამენტი. გასაგებია, დიდი მადლობა ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე საუბრობდა ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი იყო. მომავალ ხუთშაბათს კი სხვა თემით და სხვა სტუმრით დაბრუნდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში.